მე მაინც სვანეთში ვარ გაზრდილი, სვანური სისხლი ჩქებს ჩემში. სვანური ხასიათი. და ის 6 წუთი რაც რინგზე ჩემ წინ იდგები, ჩემი მტერი იქნები. მაქსიმალურად შევეცდები რომ დაგაზიანო. გატკინო, გაგთიშო. ყველაფერი ცუდი დაგმართო. ძალიან რამე გათიშო, აი იმენა რომ ბავშვით უნდა ცემო რა. ისეთი გასალახი არის რომ მე ხმა აღარ ამოიღოს გაროჩე რა. და შემდეგ ფსხლობიც რომ დაამოღამებენ, ფერს აღარ ილაპარაკებენ, ჩუბად იქნებიან. ჯერ საქმეს გააკეთებენ, საუბარს მერე დაიწყებენ. ხო და ეხლა ცალი ფიტვით თუ ამოვაჭრეს. მე შეიძლება შენ წონაში ჩამოვიდე და იქაც გეჭყო. ცალი ფიტვით არ გირჩამეთობ და ეს მან მე დაგხვდები ყველა ვარიანტში. ეგ უკვე ჩემი დივიზია. მან შემეცილები. თუ გინდა აი პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის. მან ძალიან კომფორტულად და კარგად დაგხვდები. დიმა ჯიქიასა და კოტე ჭკადუას ორთაბრძოლას თვეების წინ ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა ახლა უკვე საქმე რემაჩზეც კი მიდგა. გამა რევენანძე ვეტერანებმა ძალიან დაძაბული 3 რაუნდიანი ორთაბრძოლა შემოგთავაზეს. გასული ბრძოლა 65 კილოგრამში გაიმართა, რომელიც დიმა ჯიქიასთვის 2 წონით მაღალი დივიზიონი იყო. ამასთანავე მან ბრძოლა 2 დღით ადრე აიღო. ახლა დაპირისპირება ორივესთვის ოპტიმალურ წონაში 61 კილოგრამში გაიმართება. რა თქმა უნდა, შიშველ მუშტებზე. ბრძოლამდე ვეტერანები ერთმანეთს გაესაუბრნენ. დიმა ჯიქია დაიჰარდ. ზომბი კოტე ჭკადო. როგორ ხარ? კარგად შე როგორ ხარ? შვენივრად. მოკლედ. მაგ ერთი კითხვა რა. გისმენ. თან სამი ვარაუდი მაქვს. ჩემი ვარაუდები და რომელია მართალი ის მაინტერესებს. წინა ბრძოლა აიღე 2 დღით ადრე, რასაც მე პირადად ძალიან ვაფასებ როგორც მებრძოლი. პირველი ბევრი ვიფიქრე მე მაგ თემაზე მეთქი 2 დღით ადრე ჩემთან ბრძოლა რატო აიღო რა. პირველი იყო რომ მეთქი ფული დასჭირდა. ოკეი, მერე კიდე? მეორე იყო მეთქი მოწყენილობისგან ბრძოლა მომუნდა. მესამე კიდე მეთქი ისე სუსტ მეტოქე დაღმიქვა რომ 2 დღეში ანუ მომზადება არ ჭირდებოდა ჩემთან მოგება და ეგ თემა იყო რა. მესამეს გამოვრიცხავ რაღაც პუნქტში. და მაინტერესებს ის 2 ვარაუდი მართალი იყო თუ არა, რომელია? კი ბატონო, 2 დღით ადრე ბრძოლა ავიღე, ჯერ პირველი. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ბრძოლა საინტერესო იქნებოდა და აქამდეც, რავი, ასე თუ ისე ალბათ შენთვისაც უთქვავს ხალხს და მოუწოდებია ის აზრი რომ თუნდაც აი ჩვენი ბრძოლა საინტერესო იქნებოდა და სანახაობრივი. ხოლო 2 დღით იმიტომ ავიღე ბრძოლა რომ ხელი ხელს ბანსო, დავინახე რომ ბრძოლა გწყუროდა თან აქამდეც რაღაც მომენტებში ბრძოლები ჩაგეხსნა, მეც ჩემ წონაში ძალიან ბევრი მომენტი მქონდა რომელიც ვერ შედგა ბრძოლები და ველოდებოდი ბრძოლებს. ხო და დამერეკა მაესტრო, ორი სიტყვით ვილაპარაკეთ და მეთქი თანახმა ვარ, მეთქი მნიშვნელობა არ აქვს ფორმაში ვარ, არა ვარ, ჩემი წოვით უფრო მაღალია. მეთქი ბრძოლა იქნება. თან ისეთ ვიცარ ბრძოლები, რომელიც ბრძოლას ვერ შემომთავაზებს. მეთქი პირიქით. საბრწონე ბიჭი არის და ღირსეული ბიჭი არის, ვისაც უნდა დაუდგე მეთქი რა. და ვიბრძოლებ მეთქი, ავდექი და ვიბრძოლით. შენი გამოწვევები ნახე. ის პირველი გამოწვევაც და მეორე გამოწვევაც რა. ეს პოდკასტი როა ვიდეო ჩაწერასაც ვაპირებდი და მის თქოს ვაპირებდი რომ მეთქი იმსახურებს მეორე რევანშს, რა თქმა უნდა. მაგრამ წინა ბრძოლაზე რის თქواس მინდა, არ მიყვარს მაგ თემაზე საუბარი, მაგრამ დიდად ფორმაში არც მე ვიყავი რა. ეს სწორედ მაგიტომაც არის ჩემი გადაწყვეტილება ის რომ თუნდაც რევანში მინდა და იმიტომ რომ მეც ფორმაში არ ვიყავი. 6 წელი პაუზა მქონდა. მე და ორგანიზაციაზე რაღაცა ხო ვერ შევთანხმდით რაღაცა ისე გამიწევა და თან 2 დღით ადრე ისეთი ბრძოლა ავიღე, თან შენთან ავიღე ბრძოლა, ვიღაცასთან ხო არ ამიღია კონტენტერთან. ხო და თან რომ დავამოღამე ის თემა რომ შენ მომზადებელი იყავი და რაღაც უკმაყოფილოდ იყავი შენი თავიდან გამომდინარე რაღაც ბოლომდე ვერ შეძლი და ვერ გააკეთე. მით უმეტეს უფრო დიდი მოტივი მქონდა იმისა რომ შენი მაქსიმუმი დაგენახებინა თუნდაც ჩემთან და მეც ანალოგიურად რაღაც გამეკეთებინა უფრო მეტი და მეტად ფორმაში შეგხვედრილიყავი. ხო. ხო და ეგ მეორე ბრძოლა დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი იქნება. იქიდან გამომდინარე რომ ორივე ჩვენ პიკში ვიქნებით. მე პირადად პიკში ვიქნები. და იმედი მაქვს რომ შენს პიკში იქნები შენი. ნუ პიკში თუ არა ფორმაში ვიქნები მაქსიმალურად და პიკში შეიძლება ეხლა ამდენი დროც არ გასულ, თუმცა ფორმაში ვიქნები. წინა ბრძოლიდან რადიკალური განსხვავება იქნება ჩემ შედეგზე. რაც ბევრმა ანუ არ აღუნიშნიათ ჯერ რა. ჩემი ბოლო 3 ბრძოლა ზედმიწევნით ყველა დღის საუკეთესო ბრძოლად გამოცხადდა, ანუ ივენთის საუკეთესო ბრძოლად გამოცხადდა. და ერთ-ერთი ჩვენი ბრძოლაც იყო. არც ის იქნება გამონაკლისი სხვადასხვა. მაგ იმის მედი რომ მაგ ტრადიციას გავაგზავნო და მეოთხეც ეგეთი ბრძოლა იქნება. კი. მე მაგის მჯერა. ხო. არ ჩემ ბრძოლები არ ჩადის ესე უკვალოდ და მის კიდე რა მაინტერესებს მართლა ბუდიში ამდენს რო გიკითხები რაღაცებს. მიდი რაღაცაკაც. ვარდიაშვილს ასერჩი. ხო. ბიჭო, ეხლა ცოტა ვარდიაშვილი უნდა გავაპიარო. ხო, ცოტა ვაჩუქოთ ახლა კიდევ პიარი. ნუ არ ეკუთვნის იდეაში რა, მაგრამ ოკეი. ბიჭო, აი, იცი როგორი ბიჭი არის? მოჭადრაკე რომ კალათბურთელს ეჯიბრება კაროჩე რა, ეგეთ თემაში არის. ან კალათბურთელი რომ აქ მოდის ახლა ჩვენთან კაროჩე და ხელფეხს გვამტრობს რა.
აი, უბრალოდ მოლაპარაკე და მოსაუბრე ბიჭი არის, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ ამავდროულად, რავი, რო კითხავ, შეიძლება შენ თავი მოგაწყვიტოს. იმდენად დიდი ამბიციები გააჩნია რა და ასე თუ ისე გამაღიზიანა ამ ყოველივემ და ცოტა ისე მივიღე ხო ხვდები, აი როგორც აი ამ ყველაფერში მოღვაწე პიროვნებამ, თუდას მივიღე ეს ყველაფერი და მეთქი რავი, ესე თუ ძალიან მაგრა წურია და ესეთი მაგარი ბიჭი თუ ხარ, მეც ესე ვარ უბრალოდ ბრძოლის გარეშე და რაღაცა არც მიწევს ჯერ არაფერი, ჩემი კამარი ეხაც გადაწყდა, ჩემი კამრის ბედი. ხო და ველოდები ეხა ჯერ კიდევ როდის მექნება ებრძოლა და შეგახურებ და განახებ კლასთან შორის ხოვებას მეთქი რა, რომ შენ აქ არ ხარ. ის პიროვნება რამდენსაც ლაპარაკობ. ყველა თანხდება ერთ რამეზე რა, შენს, მეც და ბევრი კიდე. ეხლა სახელები ჩამოთვალ არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ეგეთი გამაში, რომ ლეგენდებად ვითვლებით. და ეგ ლეგენდა ადამიანი, რა ვიცი, დიდად გამიკვირდა ცოტა არ იყოს რომ გამოიწვია რა, მაგიტომ. ბიჭო, აი ჩათვალე რომ განა გამოვიწვია, პროსტა ჩათვალე რომ ისიც ეს ძალიან დიდი გაკვეთილი ისწავლა აი ძალიან, კი ძმა, მაგას დაჟე ველაპარაკი კიდეც და უხსენი კიდეც რა როგორ, აი მინდა და რომ აი ტიპი დაჟილიყო, აი როგორც ეხა აკამ დასაჯა, დაისაჯა, აი ეგეთი. განა რამე გათიშვა, აი იმენა რომ ბავშვით უნდა ცემო რა. ისეთი გასალახი არის რომ მე ხმა აღარ ამოიღოს გაროჩე რა. და შემდეგ სხვაებიც რომ დაამოღამებენ, ფერს აღარ ილაპარაკებენ, ჩუბად იქნებიან. ჯერ საქმეს გააკეთებენ, საუბარს მერე დაიწყებენ. კაი, ხო. ახლა შენს კითხე რამე. თავს უხებ ხო? ხო, რა მაინტერესებსო? ანუ, აი ამბობ რომ პიკში იქნები ყველაფერი ნორმალურად იქნება რა. ტრამო ხო არა გაქრას თავარი არანაირი. არასდროს. არასდროს არაფერი არ გტკივა რა. მშვენიერი. ჩემს მერე რას აპირებეგ მაინტერესებს კიდე, ანუ შენ წონაზე მაინტერესებს კიდე, შენ გეგმებს პირადად. ჩემს წონით კატეგორიაში მე პირადად თვითონ ცოტა არეულობაა რა და უნდა მივხედო უნდა დავალოკო რაღაცეები. თან გადავავიწყდი ზედმეტად არიან დაკავებული ციკლაურის თემებით, როგორც ვატყობ. ჩემს წონაში და უნდა გავახსენო ნამდვილი ჩემპიონი მან ვინ არის ყველას. ანუ მალე ვიხილავთ შენ საჩემპიონო ბრძოლასაც. იმედი მაქვს მაგის, მაგრამ როგორც ასეთი მოთხოვნას დახვეწებას არავის არ დაუწყებ რა. ორგანიზაცია, ორგანიზატორები ყველა შეატყობთ, როცა მაგის რომ მოვა და მეტყვიან და როგორც წინაზე ვახსენე, მაესტრო დამირეკავს, მეტყვის მაგასთან მაგ ტიპთან გაგჩხუბი, მე ვეტყვი, ოკეი და ვიჩხუბებთ. ეგრე მოხდება საჩემპიონო ჩხუბი. ანუ კამრამდე შენ კი არ მიდიხარ, შენამდე მოდის კამარი. ხო, წინაზეც ეგრე მოვიდა ჩემამდე კამარი. და ეხლაც ეგრე მინდა რომ მოვიდეს რა, ეგრე მიჩვენია. მშვენიერი. კიდევ რა მაინტერესებს? აი, ჩემთან პირველი ბრძოლა რა გქონდა, ანუ რა მოლოდინი გქონდა, რა სელოდი ჩემგან, ან რა არ გამართდა, ან რა იყო მოლოდინზე მეტი. ყველა შენი ბრძოლა თითქმის დანახი მაქვს რა, ზოგი ასევე ვიყავი რა, ივენთზე ისე უყურე, ზოგს ტელეფონში ან კომპიუტერში, იტოქში ნანახი მაქვს შენი ბრძოლები. ერთი რაც ვიცოდი შენზე რომ ძალიან სწრაფი და ხარტი მებრძოლი იყავი რა, ხარ კიდევაც. ხო და ჩემი გეგმა იყო ის, რომ ტანში მომუშავა და მეღალენ, რაც 100%-ით შევასრულე იმ ჯგუფში. რამაც გამოუცა, ეგ შენი ამტანობა იყო. პირველ რაუნდში შენ გექნება ის დატყვა ნანახი მარჯვენა პირდაპირ. შენ წარმოიდგინე ნანახი. ნახვის მერე დავამოყვა, იმიტომ რომ რა კარგად მომხედრია და რა კარგი. სხვადასხვა მეც იქ ვერ მივხვდი ეგ. ხო, მაგრამ მეც საერთოდ არა. და მაგრა გამიკვირდა მეთქი მე მივხვდი რომ გამხდრებს მეტი სატანა შეგვიძლია. და კიდე ბრძოლა რო გააგრძელა და 3 რაუნდამდე რომ მივიდა, ეხა ვერ ვიტყვი რომ გამიკვირდა რა, უფრო მესია მომდა. ეგრე რომ მოხდა. ნუ სხვაგვარად არც უნდა ყოფილიყო. ეხლა მითხარი შენ ელოდი თუ არა კლინჩ ჩემგან. კლინჩ ველოდი თუ არა? ნუ კი, იდეაში კლინჩ ველოდი შენგან. მარტო ბოლო რაუნდში იყო კლინჩი. ეგეც უკვე იცი როგორ იყო, აი სავალ საჭირო იყო, ჩემთვის უკვე საჭირო იყო რა. იმიტომ რომ ძალიან ანუ ფორმაში რო არ ვიყავი და ძალიან დაღლილი ვიყავი რა. და ეგ უკვე საჭიროც იყო. ნუ ველოდი კლინჩ, მაგრამ ადრეც თუნდაც ბევრი გველაპარაკია მე და შენ და ბევრჯერ მისქვა შენთვის, რომ აი შენ დგომი დახვეწო რაღაცა იქით-აქით თემები ეს კლინჩზე მეტი სანახაობა იქნება და მეტად კარგად იბრძოლებდი. და ეს ყველაფერი ჩემთან ეხა პირისპირ ჩემთან რო დავინახე, ვაფშე მაგარი სასიამოვნო მომენტი არის რა. იმიტომ რომ დგომში შენი ბრძოლები უფრო სანახაობრივიც არის, უფრო მაგარიც. და რავი, ჩემი აზრით შენ სატყობ მაგ შედეგს, რომ დგომში მეტად რაღაც კომფორტს გზნობ ვიდრე თუნდაც კლინჩში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კლინჩი უკეთ გამოგდიოდეს მომენტი. ეხლა იმ ბაგს ვერ დავმალოთ, რომ წლები ვიცნობთ ერთმანეთს და წლებია პატივს ვცემთ ერთმანეთს. მაგრამ აქედან გამომდინარე ერთ რამეს გეტყვი რა. მე მაინც სვანეთში ვარ გაზრდილი, სვანური სისხლი ჩქებს ჩემში. სვანური ხასიათი. და ის 6 წუთი რაც რინგზე ჩემ წინ იდგები, ჩემი მტერი იქნები. მაქსიმალურად შევეცდები რომ დაგაზიანო. გატკინო, გაგთიშო, ყველაფერი ცუდი დაგმართო იმ 6 წუთის განმავლობაში. იქიდან რომ ჩამოვართ, ისე უგვექნება ის კაი ურთიერთობა როგორიც გვაქვს. უბრალოდ მე ომისთვის მომზადები ყოველთვის, ომისთვის ვარ მზად. რინგზე რო ავდივარ იქ, ყველაფერი პაუზდება ჩემთვის.
მარტო ის მომენტი არსებობს და იქ ყველაფრისთვის მზად ვარ. და ვიცი რომ ანალოგიურად იქნები შენს განწყობილი. და ვაჩუქოთ და უიწყარი ის თანახაობა გამას აუდიტორიას. ვაჩუქებთ კიდეც. მე სწორედ მომისთვის მოვდივარ, ვიომებთ ხელაწეულები და ამაყად გამოვალთ ორივე რინგიდან. ხოლო შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ჩვენ სიტუაციას და ჩვენ ძმობაზე პატივისცემას ყოველთვის განვახორციელებთ ერთმანეთისადმი. პირველი ბრძოლა მიუხედავად იმისა, რომ წავაგე, ჩემი განმოსახედიდან არ ვეთანხმები საჯების ერთობლივ გადაწყვეტილებას. არ მომბრო თუნდაც ბრძოლა მოვიგე. ამას არ ვიძახი. რადგან არ იყო ეს ჩემი ბრძოლა და მით უმეტეს ინფორმაცია არ ვიყავი, რომ ეს ბრძოლა მომიგო თუნდაც თან შენთან. ხო და საჯთა ერთობლივ გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში არ ვეთანხმები რა. მეოთხე რაუნდი მინიმუმ უნდა ყოფილიყო მაგ გადაწყვეტილებით. რომელშიც შემილია ეხლა თქვა იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ შენი იქნებოდა ეს გამარჯვება ისევ და ერთობლივი გადაწყვეტილებით რომ ყოფილიყო შემდგომ, უკვე მეც კმაყოფილები იქნებოდი, რადგან უკვე ვიცოდი ჩემი რესურსი და ჩემი პიკი სადაც იყო რა. მეორეს მე უკვე მე პიკში ვიყავი, უკვე კარდიოში და ყველანაირად რა. ხოლო ეს სამი რაუნდი რაც განხორციელდა, ამ ყველაფერში არ ვეთანხმებ საჯობას, რა. შეიძლება მოიგეს ბრძოლა და მოიგე, რაც ფაქტია და არ შეიძლება, თუმცა ერთობლივი გადაწყვეტილებით ნამდვილად არა და ეხა არ ვაპირებთ იმ მომენტს, რომ ესეთი გადათვლები გქონდეს. მე ვაპირებ, რომ კითხვისნიშნები არ დარჩეს არც ჩვენ საკუთარ თავში, არც მომზადებაში, არც არაფერში და პლუს გადაწყვეტილებაში, რომელიც რინგზე განხორციელდება საჯებისადმი ჩვენ. საჯების გადაწყვეტილება სად დაიდო? ანუ ის ქულები დაიდო? არ მინახია. არის ბრძოლებს ჩაუჯექი ეგრევე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაინტერესებდა ჯერ ყველაფერი რომ გამოვთვალეთ ერთობლივი გადაწყვეტილებით ისე წავაგე, რომ თითქოს უშანსოდ. ხო და დავინახე მე იქ სუფთა დარტყმები, შეტევები, ხარჯგლიობა, ყველაფერი ასე თუ ისე და ერთობლივი გადაწყვეტილებით ნამდვილად არა, რა. შეიძლება შეიძლება რაუნდს იმსახურებდა ეგ ჭუბი შენი აზრით? კი, მინიმუმ ჩვენ იმსახურებთ მეოთხე რაუნდს, მინიმუმ. ჩვენ თუ ჭუბი? ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა. თორე შეიძლება ზოგადად ვიღაცასთან ეთქვათ რა, კაი, ხანჯანდაბას ამენ მოიგოს და მორჩა, მაგრამ ჩვენთან ეგრე არ უნდა გადაწყვეტილიყო ჩვენი. მეოთხე რაუნდი რომც შეენიშნათ მაგ ჭუბში მე პირადად გეტყვი პრეტენზია არ მექნებოდა, არც მეხუთე რაუნდზე, არც მეექვსეზე და არც მეშვიდე. ხო და მაგას ვიძახი რომ მეოთხე რაუნდი რო ჩაენიშნათ, მე უკვე ცალსახად გამოჩნდებოდა შენი ჭუბი ბევრჯერ მაგ ნახი რა. გამარჯვება. ხო და მაგრამ სამში ესე ერთობლივად არ იყო. იქაც კითხვის ნიშნის გარეშე მოვიგე ჩემი აზრით. იმიტომ ბევრჯერ მაგ ეგ ჭუბი ნანა. ნოკდაუნი ხო იცი რასაც ნიშნავს? მეორე რაუნდი. პირველ რაუნდზე რას ფიქრობ? შენი იყო? პირველი რაუნდი სხვადასხვა შორის ტანში დარტყმას არ ხვდიდი ეთყო. გეკითხები. პირველი რაუნდი შენი იყო? შეიძლება თანაბარი ყოფილიყო, არ მახსოვს პირველი რაუნდი კარგად. მხოლოდ ერთი დარტყმა მახსოვს. კი ბატონო, ერთი დარტყმა გახსოვს პირველ რაუნდში. მოკლედ. კითხვის ნიშნების გარეშე დავასრულებთ შემდეგ ჭუბს რა, მაგის პირობას გაზრდა. კი, დივიზია არ არის საჩემო. ორი წონით მაღალ დივიზიაში და თუნდაც შეთანხმებით ახლა ვჩხოვოთ 61-ში ხო? კი ბატონო, განა რაღაც პრეტენზია და რაღაცა, უბრალოდ ერთადერთი სურვილი და მოტივი მარტო ამ ბრძოლის განმეორების მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ მომიგო ეს ბრძოლა. იგივე ყველაფერს იგივენაირად გავაკეთებდი და იგივე ბრძოლა მომინდებოდა მეორეჯერ, იმიტომ რომ შენ აღნიშნე ფორმაში რაღაც მომენტში არ იყავი, დიდი მომზადება არ გაგივლია. მე ვიცოდი რომ მეც მომზადებელი ვარ და რაღაცა. დღე მივედი დარბაზში. მით უმეტეს. და ის 6 დღეს კი არ მქონდა მე და ანუ რა მნიშვნელობა აქვს მაყოველი ეს 6 დღე იქნება თუ ერთი კვირა არ ვიყავით ფორმაში. რომც მომეგო, სწორედ იგივე ნაბიჯს გადავდგავდი და მოვitხოვდი რომ გვებრძოლა ხელთავიდან, იმიტომ რომ ვიცი შენ რა შეგილია და ვიცი პირადად მე რა შემილია მით უმეტეს. ეს ჩემზე კარგად არავინ არ იცის და შენზე კარგად არავინ არ იცის შენ რა შეგილია. ხო და სწორედ ეს მინდა რომ ჩვენ ვართ ის პიროვნებები, ვინც არ იმსახურებს ცეცხლოვან ბრძოლას და სისხლს. ასე რომ იგივეს გავაკეთებდი. ერთი რამის თქმა მინდა რა. მოკლედ 6 დღე ვიყავი მეთქი დარბაზში რო ახსენე. ეგ ჩემი ბრალი იყო, არავის ბრალი არ ყოფილა და მიზეზები არ მიყვარს ზოგადად რა. ბევრი ბრძოლა წამიგია იმის გარეშე, სათანადო მომზადება არ გამივლია. ბევრი ისე მომიგია, რომ საერთოდ მომზადება არ გამივლია. მაგრამ ეგ პირადად ჩემი ბრალია და მებრძოლის ბრალია. წადი მომზადე იჭხუბე თუ გინდა რა. ეგ არავის გასამართებელი საბუთი არ არის ჩემი განმოსახდიდან და არ მინდა ვიღაცამ თავის მართლებად ჩამითვალოს რომელიმე ჩემი ჭხუბი, რომელიც ჩემი მომზადებლობის და უდისციპლინობის გამო წავაგე. ახლა კიდე ყველაფერი გამოვასწორე, ყველაფერი დალაგებული მაქვს ჩემს ცხოვრებაში. ძალიან კარგად ვემზადები, არა მარტო მაგ ბრძოლისთვის, ზოგადად ბრძოლებისთვის და ყველაფერს სხვანაირად დავატრიალებ ჩემს კარიერაში. მოკლედ, ალბათ გესწოდება რა, 4 წონაში რომ მაქვს ნაჭყობა. თავიდან გამარო დავიწყე, გამარში ჭყობა დავიწყე. პირველი ბრძოლა მოვიგე 75 კილოში. და ვიყავი 69 კილო ვიყავი.
ჩემი მეტოქე იყო სადღაც 75 კილოგრამი რა. მე 70-ში ვჩხუბობ ცოტა ხანი, მე 75 ჩავედი, მე 60 ჩავედი. ხო და ეხლა ცალი ფილტვით თუ ამომაჭერეს. მე შეიძლება შენ წონაში ჩამოვიდე და იქაც გეჩხუბო. ცალი ფილტვით არ გირჩამეთ, მაგრამ ეს მან მე დაგხვდები ყველა ვარიანტში. ეგ უკვე ჩემი დივიზია. მან შემეცილები. თუ გინდა იქ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის. მან ძალიან კომფორტულად და კარგად დაგხვდები. თუმცა კარგი იქნება. თუმცა ეს ბრძოლა არ დატოვებს არც კითხვის ნიშნებს არც არაფერს რა. ეს ბრძოლა იქნება ის ბრძოლა, რაც უნდა იყოს იდეაში. და რასაც ბევრი სხვა თვალით შეხედავს და ბევრსაც გააკვირვებს. მე 2 წლით პატარა ვარ, შენ 2 წლით დიდი და ეგ არა. აქ იქნება 2 ლეგენდის ჯახი შეითქმის არ იყოს, 2 ვეტერანის ჯახი. მითხარი რამე და მე მოკრე ცოტა გავამზარდე სიტუაცია. მუქარა, არაფერი 25 დაელოდე. ყველაზე კი 25 დაელოდე. შენს კი ბატონო, აი გაკრას ეგ ამბავი არის. 25 ველოდებით და მაქსიმალურად რა ტრამვის გარეშე გისურვებ, რაც თუნდაც შენი ხელის მოქმედებიდან შეიძლება მიიღო. და ეხლა ჯანმრთელობის მხრივ ვერ გისურვებ და ამ მხრივ, იმიტომ რომ ერთმანეთს ვაზიანებთ და ვართ იმისთვის, რომ ზიანი მივაყენთ ერთმანეთს და გავამართლოთ ის ყოველივე შედეგი, რაც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ. სხვა დაშორის დალოცვით მუშტებით მოვდივარ. ხო და ვხუმრობ მაგას. ჩემი ძმაკაცის მამა არის მამაო და ყოველთვის როცა დალოცვას თო მუშტებს მილოცავს ყოველთვის. მაშინ სანამ მოვიქცევ ბეჭოლა გადავიწერძო და აი ხუმრობა იქით იყოს და მოკლედ კაი ჩეხობა გველოდება რა. ომი. გარდაუვალი ომი. კი. თან მეორე ნომრად მემუშავები, ჩემს სტილში მემუშავები. აუ შეიძლება პირველად დავიწყე. ოკეი. მოვლენებით ახსავს ადამიანი. მეც. ბევრს ვფიქრია ეგ მომენტი თითქოს ახლო ბრძოლა და მომენტი შემტევება არ შემიძლია და თუნდაც არ ვიყენე მაყაველებს, მაგრამ ზედმეტად ფეთქებადობა. ეხლა დაინახავო რეალურად სისტრაფესაც. ბევრსაც მოусმინე და ბევრსაც დავარკვევდი ხალხის მომენტებს, რომ ესეთი ნელიჯიხი არ გინახავს, ვაიმე დაიღალა რა დაემართა ამას ყდება. აუ ვაიცა ეს იმას კარგად ეგეთი სწრაფი ზომბი არ მინახავს. ზომბი და ნედია. ხო. რეალურად მართლა რაღაცეები მაკლდა რა. ხო და ეხლა მე ჩემი მხრიდან ამ ყველაფერს ვამატებ რესურსში და ეს ყველაფერი მექნება ბაგაჟში, შენი მხრიდანაც როგორც თქვი, შენი პიკი და შენი რესურსით მოდიხარ თავიდან ბოლომდე. ბრძოლა გარდაუვალია და ჩვენ არ ვართ ის პიროვნებები, ვინც 2 დღით ადრე ან 1 საათით ადრე ვიზახის რომ ვაიმე თერკველი მეჩქინა და ვაიმე კოჭი გადავიბრუნე ლახტის კეთებისას. აი ამის მომენტი რომ აქვს და ისეთი პიროვნება რო ხარ, სწორედ ამიტომაც გაფასებ რომ მებრძოლი ბიჭი ხარ. ხოლო 25-ში შევხვდებით და იქ დაიღრება ორივე ჩვენგანი სისხლი, არ მოგერ მხოლოდ ცალკარა იქნება ეს ყოველივე. რა თქმა უნდა.